დაზვერვის სამსახურის სუსის დაქვემდებარებაში, ანუ სრული კონტროლი ყველაზე და ყველაფერზე. ეს პირველად ხდება, როდესაც დამოუკიდებელი სამსახური პრაქტიკულად მმართველი პარტიის კუთვნილება ხდება. ყველაფერი ისეა, როგორც რუსეთში და ეს ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. საკუთარ ხელში იღებს მთელს ძალაუფლებას, რაც დაკავშირებული არის სპეციალური სამსახურების და ნაწილობრივ ძალოვანი ორგანიზაციების მართვასთან დაკავშირებით. საქართველოს დაზვერვის სამსახური როგორც დამოუკიდებელი უწყება უქმდება. მისი ყოფილი შეფი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებით გაოგნებულია. დაზვერვის სამსახურის სუსის დაქვემდებარებაში გადადის არადა 20 წლის განმავლობაში. ის ყოველთვის დამოუკიდებელი უწყება იყო. სამსახურის მთავარი მოვალეობა კი საქართველოსთვის საფრთხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათზე რეაგირება იყო. ამ მისიას სამსახური თავს დასავლური სპეცსამსახურების დახმარებით ართმევდა. რა მოხდება ახლა? პერსპექტივა ბუნდოვანია. აუცილებლად და უპირობოდ შესუსტება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, შემცირდება დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მათი ჩართულობა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მე ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ვიცნობ დასავლელი პარტნიორების მიდგომას ამ საკითხის მიმართ და შესაბამისად ნათელია, რომ მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იქნება რომ არ გავაზვიადოთ კრიტიკული. დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც თანამდებობა ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის შემდეგ მასთან ღირებულებითი შეუთავსებლობის გამო დატოვა, იხსენებს, რომ სამსახურის სუსთან შეერთების ცდუნება ქართულ ოცნებას 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ შიდა დისკუსიების და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ახლა კი ბიძინა ივანიშვილს როგორც ჩანს აზრი, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავისთვის უკითხავს. სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კოოპერაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაზვერვის სამსახური გააძლიერებდა, გააგრძელებდა დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურულად ფუნქციონირებას და პარალელურად მასში ჩაიდო ძალიან დიდი ინვესტიცია იმისათვის, რათა სამსახური გამხდარიყო უფრო ქმედითი, აქტიური, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს დაზვერვის სამსახურს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რადგანაც უწყება დამოუკიდებელი იყო, მის მუშაობასა და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა პარტიას არ გააჩნდა. ახლა კი, როდესაც დაზვერვის სამსახური პარტიულ ვერტიკალს დაექვემდებარება და მას სანქციების სიაში მყოფი ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს, ჩნდება კითხვა, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური ენდობა და ითანამშრომლებს ასეთ